მოგესალმებით, ვიფასო თევზებო. ამ ვიდეოში გთავაზობ 2025 წლის ტარო პროგნოზს. ნახოთ როგორ იქნება თქვენთვის ფინანსები, სასიყვარულო სფერო, ზოგადი თქვენი და ტაროს რჩევა. რა უნდა გაითვალისწინოთ. დავიწყოთ ფინანსებით. ნახოთ სასიყვარულო მიმართულება. ზოგადი თქვენი და ტაროს რჩევა. თქვენ ფინანსურად შესაძლებელია ისეთი საქმით ხართ დაკავშირებული, რომელიც არის კონკურენციასთან დაკავშირებული, ანუ გარკვეულ კონკურენციაში ხართ იმისათვის, რომ გამოიმუშაოთ ფინანსები, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მომენტი, არაფერი განსაკუთრებული არ არის, ეს არის სიცოცხლის თამდევი ამბავი, რომ იმისათვის რომ რაღაცა მივიღოთ, პატარა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ამაში და თქვენ აი ამ გზაზე გექნებათ მუდმივი პატარ-პატარა გამარჯვებები, ანუ რაღაცა გამოწვევა, რაღაცა გამარჯვება შეცვლის ერთმანეთს. საბოლოო ჯამში თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ადამიანი პიროვნულად და ფინანსურადაც და მატერიალურადაც ხართ ძალიან ძლიერი, თქვენთვის იქნება ფინანსურად აი ესეთი წელი, სადაც ძალიან ძლიერი ხართ, გაძლიერდებით, სადაც პატარა გამოწვევების მიუხედავად მუდმივად იგრძნობთ თავს გამარჯვებულად და მოკლედ თქვენ თავად განაგებთ თქვენს ცხოვრებას, შესაძლებელია თქვენ მაღალი თანამდებობის პირი ბრძანდებით ან დაწინაურდეთ და გახდეთ ისეთ პოზიციაზე, აღმოჩნდეთ ისეთ პოზიციაზე, სადაც გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე თქვენს გარშემო მყოფ ადამიანების ნაცვლად. ანუ თქვენ ხართ რაღაცის უფროსი, რაღაცის მენეჯერი, ზრუნავთ სხვა ადამიანებზე და უქმნით სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს და რასაკვირველია თქვენ საკუთარ თავსაც. მოკლედ ძალიან წარმატებული ხართ, ძლიერი ხართ ამ წელს, ფინანსურად ყველაფერი ძალიან კარგად გექნებათ 2025 წელს. როგორც ეს ახლა თევზები არ არიან ხოლმე ესეთი ძლიერი ტიპაჟის ადამიანები, მაგრამ რატომაც არა, რასაკვირველია ფინანსებში, თქვენს კარიერაში შესაძლებელია ძალიან ისეთი მტკიცე ნაბიჯები გადადგათ, იყოთ დომინანტი, იყოთ ლიდერული ბუნების, მიიღოთ გადაწყვეტილებები, მართოთ საკუთარი ცხოვრება და მართოთ სხვა ადამიანები თქვენს გარშემო. რაც შეეხება სიყვარულს, აქ შესაძლებელია თქვენი ემოციური ფონი ისე გრძნობდეთ თქვენ სიყვარულში თავს, თითქოს პატარა ბავშვი ხართ, თითქოს რაცა ბავშვობაში გადახვედით, თითქოს რაღაცა წარსულ ურთიერთობას დაუბრუნდით, ან შესაძლებელია თქვენ ახლა იმყოფებით ურთიერთობაში, მაგრამ პარალელურად გამოჩნდეს ადამიანი თქვენი წარსულიდან, თქვენი ბავშვობის სიყვარული შეგხვდეთ ისევე 20-25 წელს, ან დაიწყოთ რაღაცა ისეთი ურთიერთობა, რომელიც გადაგიყვანთ ემოციურად, თქვენ ბავშვს გააღვიძებს თქვენ თავში და ესეთ ურთიერთობაში აღმოჩნდებით. შესაძლებელია იყოს პატარა სასიყვარულო სამკუთხედის სიტუაცია, სადაც მოგიწიოთ არჩევანის წინაშე დადგომა, ოღონდ ეს ცალსახად ამას არ ნიშნავს, მაგრამ რაღაცა ელემენტები იყოს, ამის ელემენტები იყოს, ამის ნიშნები იყოს, რომ რაღაცა ორ ადამიანს ელაპარაკებოდეთ, რაღაცა რამდენიმე დეიტზე წახვიდეთ სხვა ადამიანთან მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გარკვეულ ურთიერთობაში იყოთ. რაღაცა ესეთი სურათი შეიძლება შეიქმნას თქვენ პირად ცხოვრებაში 25 წელს და თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება და ირჩევთ ადამიანს, რომელიც უფრო მშვიდია, რომელიც უფრო წყნარია, ან ისეთ სიტუაციას, რომელიც თქვენთვის ემოციურად უფრო მეტად სიმშვიდის გარანტია და სიმშვიდის წყაროა. რაღაცა ბობოქარი ურთიერთობიდან თითქოს მიდიხართ ახალ ურთიერთობაში, რომელიც არის უფრო მშვიდი, უფრო წყნარი, ან უბრალოდ არის უფრო ახალი, მაგრამ უფრო მეტად სტაბილური ურთიერთობისკენ უნდა გადაიხაროთ წესით. მთელი წლის ფონს რაც შეეხება,
მე გირჩევთ რომ თქვენ კარტებმა გვაჩვენა და რომ გვაჩვენა რომ თქვენ საკმაოდ ძლიერ და მიმართული ადამიანი ბრძანდებით და თუ თქვენ აი ამ მიზნის მიღწევის გზაზე რაღაც კითხვის ნიშნები გაგიჩნდებათ, რაღაცაში დაიჭდებით, კიდევ ერთხელ კითხეთ თქვენ თავს, ის საქმე, ის პროექტის მიზანი, რაშიც ძალიან დიდ ძალისხმევას დებთ, რამდენად თქვენია, რამდენად გინდათ და თუ დადებით პასუხს მიიღებთ ამ კითხვაზე. იპოვეთ ბოლო ძალები თქვენს თავში, რომელიც გონიათ რომ უკვე გამოგეცალა და აღარაფრის აღარ შეიძლება რაღაც მომენტში გეგონოთ, მაგრამ თქვენ აუცილებლად იპოვეთ ძალას თქვენ თავში იმისთვის, რომ თქვენი ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანოთ და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იქნებით მიღებული მიღწეული შედეგით. შესაძლებელია საფხულის პერიოდში მოხდეს, რაღაცა თქვენი ჩანაფიქრი ძალიან სასიამოვნოდ და სასიკეთოდ ასრულდება, თქვენს მიზანს მიაღწევთ, იქნებით ამით ძალიან გახარებული, ძალიან გავწყინებული, გამარჯვებული და ტაროს რჩევა იქნება, რომ თავი აარიდოთ არაკეთის ინდისიერ ადამიანებს, არაკეთის ინდისიერ გარემოცვას, ან ისეთ რაღაცა გარიგებას, ან საქმეს, რომელიც შეიძლება არ იყოს ბოლომდე სამართლიანი, არ იყოს ბოლომდე სწორი, კარგი იქნება თუ თავს შეიკავებთ აი ესეთი ქმედებებისაგან და ასაქციელისაგან, ასევე ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს იდეებზე, თქვენს ჩანაფიქრზე არ ილაპარაკებთ აი ამ მიზანზე, რომელიც 25 წლის მთავარი მიზანია თქვენთვის, ბევრს არ გააზიარებთ ამ ინფორმაციას ამ მიზანზე და ასევე კარგი იქნება თუ თქვენ ძალიან სამართლიანად გაიმარჯვებთ და არ მიმართავთ რაიმე არაკეთილსინდისიერ გზებს გამარჯვებისათვის. ანუ ვიღაცას არ მოატყუებთ, ვიღაცის იდეას არ მოიპარავთ, ვიღაცის რაღაცას არ მოიპარავთ. კარგი იქნება თუ ყველანაირად კეთილსინდისიერად გაიმარჯვებთ და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვეთ, უბრალოდ ფრთხილად იყავით ასეთი ქმედებებისაგან, მაქსიმალურად აერიდეთ თავი და მაქსიმალურად აერიდეთ ესეთ ადამიანებს, რომლებიც შესაძლებელია იყონ ან მატყუარები, ან ორპირები, ან უბრალოდ ბევრი, ან შესაძლებელია ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ბევრი არ ილაპარაკოთ თქვენი მიზნის შესახებ. ესეთი სასიამოვნო წელი გექნებათ თევზებო. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, სიკეთეს, დიდი მადლობა ყურებისათვის. გემშვიდობებით, დროებით.